რუსეთზე გამავალი აზია-ევროპის დამაკავშირებელი, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატივად ახლა შუა დერეფანი განიხილება, რომელიც შავ ზღვაზე გადის. შუა დერეფანი ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს. შუა დერეფნის შესახებ იმსჯელეს შავი ზღვის პლატფორმის კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 23 იანვარს გაიმართა. კონფერენცია ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID EGP-ს მხარდაჭერით დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო დროებით გადაიდო. კონფერენციის ფარგლებში იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. მხარეებმა განიხილეს კონკრეტული პროექტები და საჭირო რეფორმები, რომლებიც გაამარტივებს ევროკავშირთან შავი ზღვის გავლით ვაჭრობასა და ურთიერთობებს. საქართველოს აქვს ყველაზე გამოკვეთილი, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარების საკითხში. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, რეგიონში ჩვენ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან ერთად, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, უნდა ვითამაშოთ როგორც მედროშე ქვეყნის როლი, ვინაიდან საქართველოზე გადის დღეს ევროპულ სივრცესთან კომუნიკაცია ცენტრალური აზიის და ჩვენი რეგიონის მეზობელი ქვეყნები. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, დერეფნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს. მისი თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ქვეყნის მაღალჩინოსნებზე არსებული დასავლური სანქციები შუა დერეფნის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. დღეს, როდესაც ესეთი გამოწვევა გვაქვს ჩვენ ევროკავშირთან მიმართებაში და ზოგადად მსოფლიო თანამეგობრობასთან მიმართებაში, არ უნდა გავჩერდეთ, უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები და ზუსტად ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს, შავი ზღვის მეშვეობით კავშირები ევროპულ სივრცესთან, ეს უნდა განვითარდეს და არ უნდა გაჩერდეს. გამომდინარე არსებული პოლიტიკური კრიზისისგან, მე არ ამგონია, რომ ხელისუფლება იყოს იმ მდგომარეობაში, რომ დღეს კოორდინაცია უწიოს უფრო აქტიური იყოს ამ მიმართულებით. კარიბჭე ქვეყანა, რომელიც აკავშირებს ჩვენ რეგიონს და ცენტრალური აზიის რეგიონს ევროკავშირთან, ევროპულ სივრცესთან, ჩვენ უნდა ვიყოთ ამის მედროშეები, ეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული. ნებისმიერი კონფერენცია, რომელიც ტარდება ქვეყანაში და არსებულ სიტუაციას ეხება, ეს ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება თუ სხვადასხვა მართულებით, მნიშვნელოვანი ართა გადასვლა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. ის, რაც დღეს ხდება და რა ვითარებაშიც ქვეყანა კრიზისში შედის და თვით იზოლაციაში, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი არის და შესაბამისად სამწუხაროდ უახლოეს პერიოდში ეს გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში რთულ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. საჭირო არის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს არის, ის არის ამ ვითარებაზე პასუხისმგებელი და შესაბამისად ვითარება თუ საჭიროს გვინდა რომ გამოსწორდა საზოგადოება იმ კალაპოტში ჩადგეს, სადაც აქამდე 30 წლის განმავლობაში ვაშენებდით ჩვენი ევროპისკენ გზასვლას და დასავლეთისკენ ნაბიჯების გადადგმას, რა თქმა უნდა, ასეთი ქმედითი ნაბიჯები უმნიშვნელოვანესი არის. გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე და მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ინტერესი საქართველოსა და რეგიონის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოთხოვნის გაზრდის ფონზე საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება გაჩნდა. კონფერენციაზე შეკრებილების განცხადებით, აუცილებელია ეს დაბრკოლებები სასწრაფოდ მოგვარდეს, რომ საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდეს. შუა დერეფნის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვის და მრავალი ქვეყანა დაინტერესებული აღნიშნული დერეფნის განვითარებით. ზრდაც ბოლო წლებში თავად ხედავ თუ არის, მაგრამ დაგეთანხმებით, რომ არასაკმარისი ტემპით ზრდაა და ზრდის ტემპის შენელება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ თავიდან მოლოდინი გაცილებით უფრო აჟიოტაჟური იყო, მაგრამ რეალობამ და პრაქტიკამ, რომელმაც დაგვანახა ის პრაქტიკული პრობლემები, რომლებსაც გადავაწყდით, დააყენა დღის წესრიგში ამ პრობლემების მოგვარების საკითხი. პრობლემები კი ისე ეფექტურად არ იქნა გადაჭრილი, როგორც შესაძლებელი. საქართველოს ტერიტორიაზე ვახსენებ ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მზაობა იმ რაოდენობის ტვირთების გასატარებლად, რომელზეც ჯერ მოლოდინი გვაქვს რა. არსებული ტვირთებს უმკლავდებით, მაგრამ თუ ზრდის ის ტემპები იქნება, რომელიც გვინდა რომ იყოს, მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით მზად არა ვარ.
PM ტერმინალს ფოთის კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დაბრკოლებებისა და გამოწვევების მიუხედავად ფოთის პორტში ტვირთბრუნვის ზრდის ტემპი კვლავ ნარჩუნდება და მათი მიზანია ეს ზრდა შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს. ეს დერეფანი ვითარდება წლიდან წლამდე. ჩვენ ახლა შემდგომში უკვე გამოწვევა გვაქვს, რომ ჩვენ გავხდეთ კონკურენტუნარიანი არადროებით ჭრილში, არამედ მომავალში, როდესაც უკვე ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც სტაბილურობას მივახცევთ ჩვენ რეგიონში, უკვე ეს ტვირთები შევინარჩუნოთ და ჩვენი ეს პარტნიორები შევინარჩუნოთ, რომ ეს დერეფანი გახდეს მუდმივად ზრდადი. შეიძლება არ იყოს ყოველთვის 65%-იანი ზრდა წლიდან წლამდე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ზრდადი დერეფანი. თვითონ პროცესს ახასიათებს ინერცია. ამ ინერციით ჩვენ ჯერჯერობით მივდივართ სტაბილურად და როგორც ვახსენე ზრდა გვაქვს. მომავალში რა იქნება ახლა? მე პირადად არ ვიცი, მე მაგათ წარმოვადგენ ევროპულ კომპანიას. ეს არის მაერსკის ჯგუფში შემავალი კომპანია, ასე რომ ჩვენ ყველა ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რომ სტაბილურობა იყოს და სანქცია არ მგონია რომელიმე მოთამაშისთვის გინდა ევროპული კომპანიისთვის ან ქართული კომპანიისთვის კარგი იყოს. ეკონომიკური განვითარების გარდა შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც, რადგან სწორედ ევროკავშირის, რეგიონის ქვეყნების და ჩინეთის ინტერესია, რომ დერეფნის გზა იყოს განვითარებული და დაცული.